მოქალაქეები არიან ციხეში თქვენი საჩივრის გამო და სწორი იქნება რომ სამართალს ნახეთ. ხოდა ერთი პასუხობ და ხოს ჩემი როგორც კანონმდებლის მოქალაქის დედის ფუნქციებში რაც შედიიყო ეს იყო გასაჩივრება. დანარჩენი არის სამართალდამღები, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს დანაშაულს და შესაბამისი განაჩენი. პოსტში რომ მოიცა რაო ჩემი როგორც კანონმდებლის მოქალაქის დედის ფუნქციებში რაც შედიიყო ეს იყო გასაჩივრება. ეხლა მე კი არა ვარ კანონმდებელი მართალია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გასაჩივრება ხდება მიღებული გადაწყვეტილების და ამარა გასაჩივრა. მაგრამ აქ მეორე ნაწილი უფრო საინტერესოა. დანარჩენი არის სამართალდამღები, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს დანაშაულს და ესე იგი კანონდამღები აძლევს დანაშაულს კვალიფიკაციას? მგონი ამ განმარტება ჭირდება, ან მინიმუმ თარგმანი, რა ვიცი. ვინც გაიგეთ, გთხოვთ კომენტარებში იქნებ მეც ამიხსნათ.